ღიარულთა და საზრიანთა კლუბის ჩემპიონატი გურჯაანში კულტურის ცენტრმა მანსანკანის მეოთხედ ფინალურ ტურს უმასპინძლა. ლამაყურებელთა წინაშე მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლის გუნდი საინტერესო სკეთჩებით წარდგა. ღიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი მერიისა და საკრებულოს ინიციატივით ყოველწლიურად იმართება. გვანია რომ გადავალთ, იმიტომ რომ ძალიან კაი მინიატურები დადგა ფრთხილმა ჯგუფებმა, ძალიან ლამაზი მინიატურები აქვს უყოლას და წარმატებები ყველას. ეს თავარია და იმედია რომ გადავალთ. ასევე მადლობა მინდა მოუხადო რეჟისორებს, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ასევე მათაც ძალიან ბევრი შრომეს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ გამოსულიყავით და შედეგი დაგვედო და იმედი მაქვს გავამართლებთ მათ მოლოდინებს. მოლოდინი იყო, რა თქმა უნდა, რომ კარგი იქნებოდა და ასეც მოხდა. შესანიშნავად ჩაიარა. ეს ახლა გურჯაანელებისგან იუმორი გასაკვირი არ არის ნამდვილად და შესაბამისად განწყობაც ეგეთი გვაქვს რა. შესაბამისად თვითონ რაც შეეხება ამ მოძრაობას, მანსანკანის მოძრაობას, რომელშიც ამდენი ბავშვია ჩართული მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თავის დადებით შედეგებს აუცილებლად გამოიღებს დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ კრეატიული ტვინები ნამდვილად ძალიან ჭირდება ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს. პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ რეგულარულობა მუდმივად დაცული არის. აქ არის ცდაშედეგის მომენტი და შესაბამისად ცდაშედეგის შედეგად იბადება ჭეშმარიტებას და კარგი ხარისხით და დღითი დღე სეზონიდან სეზონამდე ეს ხარისხიც მატულობს. მაგრამ პირველ რიგში მაინც ყველაზე მთავარი რაც მგონია ამ საქმეში არის ის რომ ბავშვები რომლებიც რეგიონში თითქოს ყურადღებას მოკლებულნი არიან პირდაპირ არიან ჩართულნი ქვეყნის მასშტაბით აი ესეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში სადაც რა თქმა უნდა იუმორისტულ ბაზარზე ახალი სახეების გამოჩენის იდეალური საშუალებაა. შემდეგ რა თქმა უნდა ამა თუ იმ ტელევიზიების დახმარებით, ასევე პირადი საკუთარი ინიციატივით ინტერნეტი აგერ საოცრად პოპულარული არის მაგასაკის ადამიანებში, მისცემთ საშუალებას, რომ თავისი შეძენილი გამოცდილი უკვე სცენის ტვერ გადაყლაპული ცოდნა აქციან კონკრეტულ საქმედ და ძალიან მოხარული ვიქნებით თუ ჩვენ ქვეყანას მათი სახით ახალი იუმორისტები შეემატებიან.